ესე იგი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები შეიძლება ითქვას ბრჭყალებში ორ ფრონტზე მიმდინარეობს. ერთი აქეთ თურქეთში, მეორე საუდის არაბეთში. გვეუბნებიან, რომ თურქეთში მხოლოდ საელჩოების საკითხს განიხილავენ, ხოლო საუდის არაბეთში მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ვარიანტებს. თუმცა ამის პარალელურად ძალიან საინტერესო პროცესები, ძალიან კი ელვის უსწრაფესად უცნაური და საინტერესო პროცესები ხდება მსოფლიოში. სატარიფო ომი, ელონ მასკის აქციების, კუთვნილი კომპანიების აქციების გაუფასურება, ასევე გრენლანდიის საკითხი, ეს უცნაური სატარიფო პინგ-პონგი ჩინეთთან და საომაში, სირიაში იგივე ყოფილი ტერორისტების დემოკრატებად შერიცხვა. მოკლედ ძალიან მრავლის მომცველი და უცნაური პროცესები ვითარდება და ამ ფონზე ამერიკის სპეცწარმომადგენელი კაცემლიკოლოგი ამბობს გვთავაზობს რაღაცა გეგმას, ეს გეგმა სამშვიდობო დარეგულირების თითქოს და უკრაინაში. გეგმა ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე უკრაინელებთან ერთად ბრიტანელი და ფრანგი სამხედროების ჩაყენებას, ნაწილზე უკრაინელები იდგებიან ნაწილ ტერიტორიაზე, ხოლო რუსები იმ ტერიტორიაზე დარჩებიან, რა ტერიტორიასაც ამჟამად თავიანთი უკაცრავად სამხედრო მანქანით იკავებენ. ეხლა მე ვარაუდობ, რომ ეს არის ერთგვარი საწყისი ლოტი დაასახელდა, შეიძლება რომლის გარშემოც რაღაც კონტურები მოიხაზა, რომლის გარშემოც უნდა წავიდეს პოლიტიკური ვაჭრობა. დღეს ჩვენ გაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ დემურ გიორხელიძე. ბატონო დემურ, დიდი მადლობა, რომ მობრძანდით, გამონახეთ დრო და ბატონო ბოლოს და ბოლოს მოახერხებს ტრამპი მიიღოს მშვიდობის პრემია, ნობელის მშვიდობის პრემია, როგორც უნდა, თუ მაინც საფრანგეთს მოუწევს ბირთვული ქოლგა გადააფაროს ევროკავშირს და ევროპის ტერიტორიას, როგორც თავად თქვა, თუმცა სხვა თემა აქვს თუ არა საფრანგეთს ამის პოტენციალი. რა თქმა უნდა, გარკვეული იუმორით ჩვენ შეგვიძლია ამ თემებზე ვისაუბროთ. სხვა რა გზა გვაქვს? ისეთი და სინამდვილეში მოდით მე იმედია რომ სმენელები სწორად გამიგებენ. ყველა ის ანალიზი, რომელიც მე თქვენს გადაცემაში გამიკეთებია, ეს არ იყო პროგნოზირება, მე არა ვარ პროგნოზისტი. ჩვენ ფაქტიურად იმ ანალიზის საფუძველზე სწორად განსაზღვრეთ მიმართულებები, როგორ იყო. კარგი მოსასმენი იყო ეს ვიღაცისთვის იქ თქვენს გადაცემაში, აი ბოლო გადაცემას თითქმის 70,000-ზე მეტ ადამიანმა ნახა. ხო, კოლოსალური ნახვა, გითხრათ სიმართლე. მართალია იქ შეხედულებებით სხვადასხვა, მაგრამ მე გაგებით მესმის იმ ახალგაზრდებისა, რომლებსაც უბრალოდ უჭირთ იმის დაჯერება, არადა ჩვენი ვალი ეს არის, რომ ყველაფერი სწორად დავინახოთ, რაც კი ჩვენი კოგნიტიური შესაძლებლობის ფარგლებშია. მართალია ამას დიდი შრომა ჭირდება, მაგრამ ასეა არანაირი გაუმჯობესებისკენ საქმე არ მიდის. მე ინტენსიურად ვაკვირდები ამერიკულ ყველა სერიოზულ ანალიტიკოსსა და გონებრივი ცენტრის ანალიზებს ძალიან არ მომწონს, რო გითხრათ, ნელ-ნელა გამოდიან იმ იდეოლოგიური მარწუხებიდან, თორე სერიოზული არ არის. მათ შორის Rand Corporation-ის ანალიზებიც კი ბოლო წლებია ძალიან ზერელი და არასწორები. მაგრამ არის ამერიკელი ძალიან სერიოზული ანალიტიკოსები, 20-მდე ადამიანია, რომლებიც უზარმაზარ საქმეებზე იყვნენ თავისი ცხოვრებით. ეხლა როგორ შეიძლება ერთხელ თქვი, რომ ანალიტიკოსი იყო 20 წლის განმავლობაში და ამერიკის პრეზიდენტს უმზადებდა ანალიზებს ყოველდღიურ და მერე იყო ყოფილი ანალიტიკოსი. ასეთი რამ არ ხდება, ხო სწორია? ამას თანამდებობა არ ჭირდება. ყველაფერი მიდის იმაზე უფრო ცუდად, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და გაცილებით ცუდად მიდის საქართველოში საქმე, რომელიც უშუალოდ ეს მდგომარეობა საქართველოში გამოძახილია იმ გეოპოლიტიკური დაპირისპირებისა, გვინდა ჩვენ ამის აღიარება, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას მიაჩნია, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ იბრძვის, ვიღაცას მიაჩნია, რომ შიმბრუნდება ევროპაში, ხო, ეს არის გამოუგნებელი მასშტაბის გონება აცილება, მოდი, იმიტომ რომ არაფერი მსგავსი არ ხდება, არანაირი რუსული კანონი არ არის და არანაირი შინ ევროპაში ვიღაცა არ გიკეტავს, უბრალოდ გეოპოლიტიკური დაპირისპირება. საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასია არის სტრატეგიული დაპირისპირება. აქ არ არის უბრალო რამეზე საუბარი, სტრატეგიული დაპირისპირების
სივრცე და სტრატეგიულ დაპირისპირებაში არის ორი მხარე. რუსეთი და შეერთებული შტატები. მინდა ისე ჩინეთი მაინც მხარე არ არის ბატონო დემურ. ჯერჯერობით ჩინეთი არ არის ის მხარე, რომელიც თქვა შეიძლება იყოს საპირწონე ამ ორი დაპირისპირებისა. რატომ? ჩინეთისთვის რა თქმა უნდა ის შუადერფნის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩინეთმა შესანიშნავად იცის, რომ არავითარი ანაკლიის სპორტი და არაფერი არ იქნება თუ რუსეთსა და ამერიკელებს შორის შეთანხმება არ მოხდა. ასეთი რატომ რა არის? ეს არის მოდით რა ილუზიებშია საქართველოს ხელისუფლება, თუმცა რასაც აკეთებს ანაკლიას პროექტთან დაკავშირებით ჯერთი არასწორად აკეთებს და მეორე მისინება სულაც არ არის რაც გააკეთებს, რასაც ეუბნებიან, ძირითადად ეს ბრიტანელების ინიციატივა იმას გააკეთებენ. საქმე რაშია? იყო ტრადიციული გზა ოკეანების მეშვეობით სუეცის არხი და ევროპა აღმოსავლეთის კავშირი, ხო? საკმაოდ გრძელი გზა არის, საკმაოდ ხანგრძლივია დღევანდელ დინამიკურ ეკონომიკურ ვითარებაში, სადაც დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და დანახარჯებს. იყო მეორე გზა, რომელიც ჩინეთს აძლევდა საშუალებას რუსეთის ტერიტორიის გავლით ევროპული ქვეყნების წვდომისა და ეს პრობლემური გახდა იმ დაპირისპირების გამო, რომელსაც მართალია პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ ეკონომიკური სარჩული უდევს ყველაფერს. და გაჩნდა კლიმატის ცვლილების გამო ჩრდილოეთის გზა, რომელიც რუსებს უზარმაზარ კოზირს აძლევს ხელში, როდესაც შეუძლია წვდომა გახდეს ძალიან მარტივი ჩინელებისთვის და აღმოსავლეთის მხარისთვის, ევროპისკენ, ამიტომ არის ამერიკელების ინტერესი გრენლანდიისადმი, რომ მთლიანად გაკონტროლებული ქონდეს ეს შესაძლებლობა. და ჩნდება მესამე ამ ორის ალტერნატიული, ეს არის შუადერფნის ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი კონფრონტაციის პირობებში არ რეალიზებადია, იმიტომ რომ ბევრ რისკებთან არის დაკავშირებული. მეორე იმის გამო რომ ტრამპმა საერთოდ დააყირავა გეოპოლიტიკა, მე ვნახულობ ევროპაშიც, ვნახულობ ამერიკაშიც იმ დემოკრატიული განწყობის პრესაში, რომელიც რუპორი იყო და დარჩა მათი ნიუ-იორკ ტაიმსი აიღეთ, ვაშინგტონ პოსტი აიღეთ და ასე შემდეგ, რომ თითქოს ინგრევა ამერიკა, რომ ეს ვიღაც ტრამპი მოვიდა, რომელიც სისულელეებს აკეთებს და ასე შემდეგ. მე ქართველებს ურჩევდი, რომ ასეთი ზერილები არ ყოფილიყვნენ ამერიკელების შეფასებაში, იმიტომ რომ ამერიკელები სისულელეებს არასდროს არ აკეთებენ და მით უმეტეს თავისი ქვეყნისთვის ისინი თუ გლობალისტებს არ გამოვაკლებთ, არავის ამერიკის ისტორიის მანძილზე თავისი ქვეყნისთვის ზიანი არ მიუყენებია. გასაგებია სხვასთან რა იყო, ახლა არ ვიარჩევთ ამას, მაგრამ იცვლება ყველაფერი და ჩვენ მივედით იქამდე, მე დავწერე ამ ცოტა ხნის უკან, საქართველოში არ იქნა დაჭერილი მთავარი რამ. რა კი სამხედრო დაპირისპირება დღეს შეერთებული შტატებისთვის რუსეთთან, თუნდაც ჩინეთთან არის არანორმალური რისკების შემცველი, თუ მოხდა ასეთი დაპირისპირება, გამარჯვებული არ იქნება და ამდენი ხანი აწყობილ ამერიკას მის ქვეყანაზე ნგრევა და მით უმეტეს გაურკვეველი პერსპექტივა არ ჭირდება. ამიტომ ამერიკის ის ელიტა, რომელიც დგას ტრამპის უკან, ცვლის თამაშის წესებს. ეხლა არის გარდამავალი პერიოდი, საით მიდის, არა ის ცივი ომის პოლიტიკა, არა სამხედრო პოლიტიკური დაპირისპირება, არამედ ეკონომიკური და გეოეკონომიკური დაპირისპირება. ფელს მსოფლიოში, განსაკუთრებით თითეული ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან არეებში. ნახეთ, ხაზი მინდა გაუსვა. ეკონომიკური დაპირისპირება და გეოეკონომიკური დაპირისპირება. ეს გაცილებით
ნაკლები რისკების შემცველია, იმიტომ რომ უკრაინამ მაჩვენა ერთი რამ შეერთებული შტატები და რუსეთი შეიძლება იარაღით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და აქედან რა გამოვა ეს პირველ რიგში ჯერ ახლო აღმოსავლეთში გამოჩნდა სირიის წლების წინ როცა მართლა შეიძლება უბრალოდ შემთხვევით მომხდარიყო დაპირისპირება და რომელსაც მე რა მოყვებოდა არავინ იცის უკრაინამ მაჩვენა ყველაზე დიდი რამ შეერთებული შტატები და რუსეთი შეიძლება მოვიდეს უშუალოდ დაპირისპირებაში ამიტომ არიან ამერიკელები ამ პოლიტიკაზე ისინი გადიან ამ კონფლიქტიდან ისე რომ რჩება ევროპა როგორც უკანასკნელი რესურსი ეხლა ხო მასკარად გამოჩნდა გახსოვთ თქვენ ჩვენ როცა პირველი ანალიზები გავაკეთეთ რომ ევროპა რუსეთს დაუპირისპირდა და მე ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში დავწერე რომ ამითი არ დასრულდება და რუსებს მოუწევთ ნატოსთან დაპირისპირება ეხლა ეს იმდენად მაღალია მთელი ევროპული პრესა ამაზე ლაპარაკობს გერმანია ემზადება ომისთვის საფრანგეთი ემზადება ომისთვის სკანდინავიის ქვეყნები მაგრამ ხსას რესურსი არ აქვთ მათ რესურსი არ აქვთ კი არა როგორც მე ვიცი ყოველ შემთხვევაში თქვენ გამისწორეთ თუ არასწორად ვიცი თვითონ ომის მსურველი ხო მარტო შეიარაღება ხო არ არის და სამხედროების მცირე ნაწილი ელიტა აქ ჭირდება ამ ტიპის ომში საჭირო არის მთავარი რესურსი ეს არის ადამიანური რესურსი მე ვფიქრობ შეიძლება ეს რიტორიკა გერმანიის იგივე საფრანგეთის ბრიტანეთის იმაზეც არის გათვლილი ხო იქ რაღაც თხოვეს რომ 72 საათის სამყოფი წყალი და რაღაც პირველადი მოხმარების საკვები ქონოდათ იმაზეა გათვლილი რომ აი ეს мотиваცია ამაღლონ შიში ჩაუნერგონ იმ საზოგადოებას საზოგადოება აზრის მოსამზადებლად სწორად ამბობთ თქვენ და საქმე ის არის რომ ჯერ ერთი თავარი რაც არის და ამაში ილუზია არ უნდა გქონდეს ევროკავშირი და ნატო დარჩენილია გლობალისტური ელიტის გავლენის ქვეშ ნატო მინუს ამერიკის შეერთებული შტატები გასაგებია რომ გლობალისტური ელიტისთვის უკრაინაში რუსების გამარჯვება და ტრამპის გამარჯვება ტრამპის პოლიტიკის გამარჯვება შეერთებულ შტატებში ეს არის სრული კრახი ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელიც იმიყო, იმიტომ რომ ალექსანდრე დიდიდან დაწყებული არც დიდ გლობალისტს, არადა არანაკლები გლობალისტები იყვნენ, ალექსანდრე მაკედონელიდან დაწყებული, შემდეგ უკვე სრულიად გენიალური ჩინგისხანი თავისი ყველაფრით და მერე ნაპოლეონი, ჰიტლერი და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა დამარცხდა, იმიტომ რომ თვითონ გლობალიზმის იდეა არის ბუნებრივ ადამიანს ვერიტანს ამას და ამიტომ აქ კულტურების თანამშრომლობას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს ვიდრე ომს კულტურებს შორის და შემთხვევით არ არის რომ ჰანტინგტონმა შეასრულა ნეოკონსერვატორების დაკვეთა ეს ძალიან ჭკვიანი კაცი იყო ფუკოი ამისგან განსხვავებით და დაწერა ის რომ თითქოს ესე იგი ცივილიზაციების დაპირისპირება არავითარი ცივილიზაციების დაპირისპირება არ ხდება არის პოლიტიკური ინტერესები. ესე იგი, რაგი შეერთებული შტატებისგან არ გამოვიდა ის, რაც უნდათ, ფაქტიურად შეერთებული შტატების ნგრევის ხარჯზე, სახის შეცვლის გზით ევროპა დარჩა უკანასკნელი რესურსი, რომელიც უნდა დაუპირისპირდეს რუსეთს. ამოცანა არ შეცვლილა. რუსეთის მაქსიმალურად დასუსტება თუ დამარცხება ვერ მოხერხდება იმ დონეზე დასუსტება რომ მას გეოპოლიტიკური ამბიციები და გეოპოლიტიკური სიტუაციაზე ზემოქმედების უნარი არ კონდეს ვადევრ თუ მე სწორად გავიგე ესე იგი რუსეთის იმ საზღვრებში დღეს არსებულ საზღვრებში დაოკება და ეს გაუქროს მას მადას თუ უფრო შემცირება იგივე და ამ კითხვაზე თუ შეიძლება რეკლამის შემდეგ რომ ვის გამცეთ პასუხი ჩვენ რეკლამის გამცირება ხდება დამშვიდებათ ერთმანეთს დაგველოდეთ მალე დავბრუნდებით ჩვენ ყოველთვის ბრუნდებით და საუბარს ჩვენ სტუმართან დემო გიორხელძესთან ბატონო დემო რა დასუსტება რუსეთის
და მისთვის აი ამ გეოპოლიტიკური ამბიციების შეკვეცა. ეს გულისხმობს ახლანდელ საზღვრებში მის დატოვებას თუ რა გეგმა შეიძლება იყოს ეს? თავარი გეგმა მოდით რისთაც დაიწყო ეს ყველაფერი და უკრაინა იქნა ამისთვის გამოყენებული. რა კი აშკარად ხედავდნენ რომ რუსეთი კორუფციაში ჩაძირული, კრიმინალში ჩაძირული, თანაც ისეთი კანონები მოახვიეს თავს, რომ მარტო პუტინის პრეზიდენტობის პირობებში $1 ტრილიონი ოფიციალურად გატანილი ქვეყნიდან და მე რუსი ანალიტიკოსების ერთი-ორი სტატია მაქვს ნახე, სადაც ისინი ამბობენ და $2 ტრილიონი კიდე არალეგალურად არის გატანილი. ისე რომ ერთი თეთრი ჩვენებურად რო ვთქვათ, არ მოხმარებია რუსეთის ეკონომიკას. ამ დროს ქვეყანას ჯერ ვლადივოსტოკამდე მაგისტრალი არ აქვს, თანამედროვე მაგისტრალი არ აქვს გაჭიმული. უამრავი სხვა რამ. რუსეთი ცალკე სასაუბრო თემა, რუსეთის სპეციალისტების არ ქონა საქართველოში. არის პოლიტიკაზე ასახული, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ხას უსვა, არავითარი არჩევანის ქვეყანა არ არის. ქართული სახელმწიფო თუ გვინდათ, რუსეთი არის მოცემულობა. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ მისი ისტორია, აღმოჩნდა რომ ჩვენ არც ისტორია არ ვიცით, არც ფსიქოლოგია არ ვიცით, არც რუსული ელიტები არ ვიცით. მე ვცდილობ აღწერო რეალობა რაც არის, მე მგონი მე კარგად ვიცი რუსეთი, რამდენი პროფესიული დამოკიდებულების გამო, ჯერ წინა პროფესიის გამო, როცა ძალიან სერიოზულ ადგილზე მიწევდა ყოფნა და შემდეგ უკვე ეკონომიკის გამო. მართალია ჩვენს მსმენელს არ მოწონს ზოგიერთს, რომლებსაც მიაჩნია რომ მონღოლეთი უნდა დაინგრეს და ასე შემდეგ, მაგაც ცდილობს დასავლეთი. ამიტომ თქვენ კითხვას პასუხობთ, თუ შესაძლებელი იქნებოდა დღეს უკვე დაშლა იყო სასურველი. არის გეგმა 50 ქვეყანად დაშლა, გასაგებია მინი ჯუჯა სახელმწიფოები, რომლებზეც კონტროლი იოლია, თავარი იქნება რომ სიმდიდრეებზე დამყარდეს კონტროლი. 90-იან წლებში შეერთებულ შტატებში კენჭისყრა შედგა მამა ბუშის მომხრეებსა და ჩეინის მომხრეებს. ჩეინი როგორც ნეოკონსერვატორების ღვთის წარმომადგენელი, ერთი მოითხოვდა დაშლაც რუსეთისა, ჩეინის ღვთა, ნეოკონსერვატორები, მამა ბუშის მომხრეები კი SNG-ს პროექტი, ამერიკული პროექტია, ანუ რა ქვია ქართულად? ხო, DSTS პროექტი, ამერიკული პროექტი, რადგან მათ უნდათ რომ ეს კონტროლირებადი ყოფილიყო და ისევე როგორც დაშალეს ბრიტანეთის იმპერია და თანამეგობრობა გაუკეთეს, ზუსტად ანალოგია გადმოიტანეს საბჭოთა კავშირზე და საბჭოთა კავშირი იშლებოდა, რუსეთი რჩებოდა ფაქტობრივად თანამეგობრობის ცენტრად, ისე რომ არ მომხდარიყო იმ თავარი პრობლემის, ანუ ბირთვული საფრთხის, ესე იგი უკვე ისეთი ცოცვა, რომელიც მერე დაუკავებელი იქნებოდა. მაშინ კენჭისყრაში გაიმარჯვა მამა ბუშის ხალხმა, ნაღდათ იყო ეს კენჭისყრა. ქართველი პოლიტიკოსები იმასაც ვერ მიხვდნენ თუ DST რა იყო საერთოდ და გახსოვთ თუ გახსოვთ რა ამბავი იყო თითქოს, ესე იგი. ამიტომ აი ეს აცილება რეალობასთან იმ სიღრმეების არცოდნა საქართველოს უზარმაზარ პრობლემას, ესე იგი არ გამოვიდა, ნახეს რომ არ გამოვიდა დაშლა და მისი დამარცხება. მაშინ ახლა ბოლომდე იქნება ყველა რესურსი, უკრაინა ჯერ არ არის ამოწურული და ბოლომდე მიიყვანენ. ხო, აი 6 აგვისტომდე თუ საგანგებო გააგრძელეს, ეს იმას ნიშნავს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ვერანაირი სამშვიდობო ვერ იქნება, იმიტომ რომ შეერთებულმა შტატებმაც კარგად იცით, ხოთეშვილის თუ თქვენ დააკვირდით ლავროვის ბოლო განცხადებებს, ამერიკელები მიდიან უკრაინის კონფლიქტის არსის სწორად გაგებამდეო.
ჩემი ანალიზიც იმას ეყრდნობოდა, რომ მე რასაც ვკითხულობდი, მეტი ამერიკაში ახლა რაც დასაიდუმლოა, მე არ ვიცი, მაგრამ რაც ხელმისაწვდომია, მე ნამდვილად ვიცი, ხო? მათი წარმოდგენა რუსეთზე იყო არასწორი. ცდარი წარმოდგენები იყო, რომ შეიძლებოდა მისი ისტორია თუ არ იცი, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ შეიძლება იოლად დაამარცხო იგი უკრაინის მეშვეობით, რაც ნულოვანი შანსის შემცველი იყო, უკრაინის მეშვეობით რუსეთის დამარცხება ნამდვილად შეუძლებელია და ვერანაირი ნატო რუსეთს ვერ დაამარცხებს ამ ეტაპზე, თუ შეერთებული შტატები არ მოვიდა დაპირისპირებაში. ესე იგი, რა კი არ გამოვიდა დამარცხება, ეხლა ყველა რესურსი, მათ შორის ევროკავშირი და ნატო მინუს შეერთებული შტატები გამოყენებული იქნება, რომ იმდენად დასუსტდეს რუსეთი, რომ არ შეეძლოს გეოპოლიტიკური ზეწოლის მოხდენა. მაგრამ ბანონდემურ დაუშვა დაიშალა 50 სახელმწიფოს 100-ად, რა ვიცი, 5-ად. უბედურება ეწყება ისევ შეერთებულ შტატებს ეწყება და ბირთვული იარაღი, ხო? რჩება ისე რუსეთს. რატო არ გამოიყენებს? მაშინ პუტინმა ხომ თქვა თუ არ იქნება რუსეთი, მაშინ არც იყოს სამყარო. ხა სხვა თემაა ეს ამას გააკეთებს თუ არ გააკეთებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რას გააკეთებს. ეს ბირთვული იარაღი, აი რატომ აქვს აი ესეთი რწმუნება, რომ არ გამოიყენებს? მაგაზე უკვე საუკეთესო ამერიკელმა ექსპერტებმა და მათ შორის სამხედროებმა, ცენტრალური სადაზვერვოს ყოფილმა ძალიან სერიოზულმა თანამშრომელმა პროფესორებმა თქვენ რომ ეს ილუზია რომ რუსეთი არ გამოიყენებს. ეხლა მოდით ადამიანის ფსიქოლოგიიდან შევხედოთ ამას. თუ შენ კლავენ და იცი რომ მოკვდები, წინააღმდეგობას გაუწევი იმ დონეზე, რა დონეზეც მაქსიმალურად შესაძლებელია. ხო, თუ მე მკლავ, მაშინ მეც ვეცდები რომ შენ მოკვდე. ხო, ელემენტარული ლოგიკა არის. ეხლა თუ ამას შევხედავ წმინდა პრაგმატული თვალით, არც ერთი მხარისთვის ეს ნაბიჯი მისაღები არ არის. ეხლა რაზე ვიჩხუბოთ, ვერ გავიგე, მე და თქვენ თუ არ ვიქნებით, ესე იგი ჩხუბს რა აზრი აქვს. ხო, ამიტომ რაღაც ხო, ეხლა მიდის ზეწოლის მექანიზმი. ამერიკელები ყველაფერს აკეთებენ ერთი მხრივ თითქოს და თანამშრომლობენ რუსეთთან და მართლაც თანამშრომლობენ, მათი ინტერესებია. მეორე მხრივ არ წყდება ყველანაირი ზეწოლა. ბაიდენის მიერ იარაღის მიწოდების გრაფიკი ჯერ ამოწურული არ არის და ყველაფერი ეწოდება. რაც არის. ეხლა ევროპამ რა კი ვერ მოახერხა იმ 5 მილიარდზე შეთანხმება, ყოველ შემთხვევაში მოახერხა ბოდიში 50 მილიარდზე შეთანხმება, მოახერხა ის რომ 2 მილიონ რაკეტას აწვდის ეხლა უკრაინა. გასაგებია ხო 2 მილიონს რომ რუსებს თავისი მილიონი რაკეტები აქვს. ეს 2 მილიონი აქედან უნდა გაისროლო, აქედან 2 მილიონზე მეტი უნდა გაისროლო, ხო? ესე იგი ხოცვაშილათა უნდა გაგრძელდეს. არანაირი ნიშანი ევროპული ქვეყნებისა, რომ რაიმე მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ წავიდეს, გამორიცხული. მერცი საუბრობს იმაზე, რომ ტაურუსებს მიაწოდებს. მერცი საუბრობს იმაზე და მთელი პროპაგანდისტული მანქანა მომართული იმისთვის, რომ რუსეთი დაესხმება გერმანიას თავს და გერმანულ საზოგადოებას უკეთებენ მობილიზაციას, რომ ომისთვის იყვნენ მზად. გასაგებია თუ მე ვემზადები ქვეყანა ომისთვის, მე თქვენ ბევრი რამ უნდა მოგაკლოთ. მოიკლოთ, კეთილი ინებოთ, უნდა მოიკლოთ, იმიტომ რომ ომი იქნება და უარესი იქნება, ხო? იგივე ხდება ევროპაში. მე საკმაოდ კარგად ვიცი წინა ისტორია პირველი მსოფლიო ომისა, სადაც ნამდვილად კლასიკური ევროპა, ნამდვილად უზარმაზარი ინტელექტის ხონე ადამიანები ევროპაში ომის მოსურნენი იყვნენ. ომის პროპაგანდისტები იყვნენ. ყველაზე დიდ ვარსკვლავს ერთ-ერთ გამორჩეულ გაბრიელე დანუნციოს დავასახელებ, რომელიც რამის აღფრთოვანებული იყო ბრძოლის, რომ გადახლებული ევროპა იქნებოდა. ამ დროს პირველმა მსოფლიო ომმა დაასამარა კლასიკური ევროპა და სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა ევროპის ისტორია. ზუსტად იგივე ხდება. თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დღევანდელი შედარებით ნაკლები ინტელექტის მქონე ვიდრე პირველი მსოფლიო ომის წინ ევროპული ინტელიგენცია კვლავ ომისკენ
არის მომართული ჩაბმული ამ პროპაგანდაში. ეხლა მე არ გულისხმობ ფრანგების ძალიან ცნობილი ტოდს, რომელიც ძალიან გონიერი კაცია, ძალიან ღრმა ინტელექტუალურია, უფრო კლასიკური ევროპის წარმომადგენელია და ზოგიერთ წარმომადგენელს, მაგრამ ომის პროპაგანდა მიდის. ომის პროპაგანდა როცა მიდის ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ კონფლიქტის მიმართ უკრაინის კონფლიქტი არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კონფლიქტი ევროპის კონტინენტზე, ნახევარ კონტინენტზე, მოდით ასე ვთქვათ. გასაგები უნდა იყოს ის, რომ რაკი დიპლომატია დამსრულებულია, დიპლომატია აღარ არსებობს ევროპულ ქვეყნებსა და ევროკავშირსა და რუსეთს შორის არ არსებობს. შემთხვევით არ არის, რომ ისეთი მოდით კარიკატურული პიროვნებები, როგორც არის კალასი, კუბილასი და ასე შემდეგ ევროპის მმართველებია, იმიტომ რომ ის არანორმალური რუსოფობია, რომელიც არის ამ შემთხვევაში იმ გლობალისტურ ელიტას აწყობს. ამიტომ არანაირი პარამეტრით კალასი არ შეიძლება იყოს ევროპული დიპლომატიის ხო სწორია, ჯერთი ევროპაში ესტონეთის წონა, ლიტვის წონა, თუ ლიტუენია ქვია, ესე იგი ლიეტუა ხო, ნუ ესე იგი რა მნიშვნელობა? ცოტა ახლოს გავასწოროთ მიკროფონი. ესე იგი ეს არის შემთხვევითი არ არის. ესე იგი რაიმე უახლოეს წლებში, მოდით ასე ვთქვათ, უახლოეს 2-3 წელიწადში რაიმე დიპლომატიის გააქტიურება რუსეთ-ევროპას შორის გამორიცხულია. პირიქით სანამდე მივა ეს საქმე ამის დღევანდელი გადასახედიდან მე ველი ყველაფერს ყველაზე ცუდს, მაგრამ ამაში ამერიკელები რა თქმა უნდა მონაწილეობას არ მიიღებენ. ანუ ბატონ დემურ გამოდის მე მექნება შტაბ-ჭრილება ყოველ შემთხვევაში რომ თუ კი ევროკავშირს ფაქტია რომ სურდა ამერიკის ხელით, ამერიკის ფინანსებით, ამერიკის ავტორიტეტით აი ეს საკეთ გაემაგრებინა პოზიცია და თქვა დაესუსტებინა რუსეთი, აქედან მიიღო ბენეფიტები. ეხლა იღებდა კიდევაც უზარმაზარ ბენეფიტებს. ეხლა ამერიკა გამოეცალა და უბრალოდ ამერიკა უყურე მე მარტივად ვამარტივებ სქემას. ამერიკა უყურებს როგორ თქვათ არ ვიცი როგორ მოახერხებენ სამხედრო თუ არასამხედრო დაპირისპირებით ევროკავშირი და რუსეთი ამ ურთიერთობის გარკვევას და შემდეგ თვითონ დიახ, რა თქმა უნდა, თვითონ იქნება შემდეგ როგორც მომრიგებელი, დამლაგებელი სიტუაციის დააკვირდით მთავარი ასპექტი რა არის ამერიკის პოლიტიკისა. ბოლოს სულ რამდენიმე დღის უკან ამერიკის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, გინდა თავდაცვა მუქთად არ იქნება. იხადეთ ფული. ევროპის არც ერთი ქვეყანა მზად არ არის 5%-ზე აიყვანოს მთლიანი შიდა პროდუქტისა სამხედრო დაპირისპირება. დაფინანსება. იმიტომ რომ ეს ნიშნავს ევროპის საშინაო პოლიტიკის შეცვლას, იმიტომ რომ ის უამრავ რამეს უნდა 1.5-2-ზე ძლივსადის ზოგიერთი ქვეყანა, ხომ? რა არის მთავარი? ევროპის საცავები თავისუფალია იარაღისგან. გუშინ წინდელი გერმანული ცნობილი გაზეთის სტატია. გერმანელები იმდენად დარბილდნენ, ასეთი ჟარგონი რო გამოვიყენო, ახლა სპონტანურად ვთარგმნი, მათ ომი არ შეუძლიათ. ბრიტანული საუკეთესო გამოცემები ამბობენ, რომ ბრიტანეთი ომისთვის მზად არ არის. მათ არ შეუძლიათ ომი, არაფერი არ აქვს. კონტინგენტს ვერავსებენ კონტინგენტს. გასაგებია, როდესაც თქვენ 30 წლის განმავლობაში ისეთ გამანადგურებელ რამეს უკეთებთ პროპაგანდას, როგორიც არის LGBT, ეს პროგრესისტული შეხედულებები, ეს მულტიკულტურალიზმი ყალბად გაგებული, თორე საღ გარემოში ჩვენ მულტიკულტურალისტები ვართ, იმიტომ ჩვენ ქართული კულტურა მოგწონს და მიგვაჩნია ფანტასტიკური კულტურა და ასეც არის, ჩვენ პატივისცემელი ვართ სხვისი კულტურებისა, მაგრამ ევროპული ვარიანტი მულტიკულტურალიზმისა ეს არის ფაქტობრივად ტექნოლოგია, რომელიც ანადგურებს იმ სიძლიერეს, რაც ევროპას ჰქონდა თავის კლასიკურ ეპოქაში. ესე იგი, რა გამოდის? 5% არის საფასური, რომელიც ევროპამ უნდა გადაიხადოს ამერიკული თავდაცვისთვის. როგორ? 5%-ით დაფინანსება უნდა წახვიდეთ ამერიკაში იყიდო ყველაფერი, იმიტომ რომ შენი არაფერი არ აქვს ფაქტიურად. და სანამ შენ 800 მილიარდის ბლეფია, თორე თქვენ ნახავთ თავდაცვაში. ამას წლები ჭირდება.
რომ გადააწყო ეკონომიკა სამხედრო რელსებზე და დაიბრუნო ის, რასაც თქვათ, თავის დროზე აკეთებდი, მაგრამ მანამდე შენ არაფერი არ გაქვს ბრძოლისთვის, არაფერი არ გაქვს რეალურად და უნდა წახვიდე და ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა იყიდო ყველაფერი. ეს არის უდიდესი გათვლა, პოლიტიკური კონკურენცია რაშია გადაზრდილი ეკონომიკურ კონტექსტში. მე თქვენ აღარ გაძლევთ მუქ თავდაცვას, მე რატო უნდა ვიხადო თქვენ თავდაცვაში, როცა ამერიკელებმა შესანიშნავად იციან, რომ ევროპას არავით არის საფრთხე რუსეთიდან და ჩინეთიდან არ მოელის. როგორ ეხა ვინმე შეუძლია გონიერ ადამიანს თქვას, რომ რუსეთი ან ჩინეთი ევროპას დაესხმება თავს? არა. ხოდა ის მე არ მესმის, როდესაც თქვა ეუბნებიან ამას თქვა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელი თავის მოსახლეობას და რუსეთი დაესხმება თავს. მეც ვერ დაესხა თავს გერმანიას და რა უნდა გააკეთო? არა, რა უნდა გააკეთო? დაუშვათ და ახლა მოდით. ან თუნდაც გერმანია დაესხა თავს, რა უნდა გააკეთო? მე როგორც პირველი განათლებით ინჟინერი ყველაფერი მაინტერესებს დეტალებში, ხო? დაუშვათ რუსეთი დაესხა თავს ევროპას და პოლონეთია როგორც. დავიღოთ. კი, მაგრამ ეს ქვეყანა მე ხო უნდა შენს კმაყოფაზე გადმოიღო. უნდა არჩინო, აბა. გერმანიას ამხელა ქვეყანას წამოიღებ, ამას ჯერ შენარჩუნება უნდა აქ. ვერანაირად ვერ დაიმორჩილებ შენ ქვეყანას, თუ იქ ჯარი არ იქნა განლაგებული. ხომ შენ დაბომბებით ქვეყანას ვერ დაიპყრობ, ესე იგი რა მოხდება? სად არის ამის რესურსი? რუსებს სად აქვთ ამის? ამერიკელებს ზეგლი უნდა დაუდგან, იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩავარდნილი ჭაობში რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს ნელ-ნელა გამოიყვანა და გააძლიერა. ამიტომ ასეთ სიტუაციაში საუბარი იმაზე, რომ ევროპული რიტორიკა ომის თაობაზე არის პირიქით ძალიან საშიშია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს თავს ნუ მოვიტყვებთ ყველა ხელისუფლება ევროპისა, რომელიც დღეს არის ყველა დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში ღია ტექსტით ვამბობ მი 6-ის გავლენის ქვეშ არის. ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური მან შევახსენე. ეს არის მსოფლიოში საუკეთესო დაზვერვა, რომელიც აბსოლუტურად განაგებს ყველა ხელისუფლებას. მე ამას გეუბნებით არა ჩემი მიხვედრილობით, არამედ დასავლეთის საუკეთესო გამოცემების ანალიზის და მათ შორის ამერიკული, იცით თქვენ მაგათ მაინდა-მაინც არ უყვართ ერთმანეთს. წარმოიდგინეთ თქვენ ამ ცოტა ხნის უკან, როდესაც მური ანუ Mi-6-ის ხელმძღვანელი და მაშინ იყო ცენტრალური სადაზვერვოს ხელმძღვანელი ბერნსი 77 წლის განმავლობაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. იმიტომ რომ ეს არის ძალიან კონკურენტული სტრუქტურები, რომლებიც იძულებული გახდნენ საერთო რაღაც ინტერესის გამო შეხვედროდნენ ერთმანეთს. არ მომხდა ასეთი შეხვედრა. ამიტომ ამ რეალობის წინაშე რა არის ეს ყველაფერი, რატომ ავხსენი ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი მოქმედებს საქართველოს. აი ეს მინდა მე თქვა ჩვენ აი საფრთხე ამ შემთხვევაში განვიხილებით, აი მე ჩვენ განვიხილებით, რა კი ევროპა მოდით ღია ტექსტით თქვათ. ის პროტესტები, ეს არ არის შიდა პროტესტი. შიდა პროტესტი რომ იყოს, მას ექნება აბსოლუტურად გამართლება. მე თქვა, რატომ? შენ გაქვს არაფორმალური მმართველობა 21 საუკუნეა. 2025 წელია და არაკონსტიტუციური პირი გამართავს ქვეყანას, რომელსაც არაფერი შეხება ხელისუფლების კონსტიტუციურ სტრუქტურებთან არ აქვს. და შენ გინდა მომავალი გქონდეს როგორც სახელმწიფოს, არა, ფაქტიურად განადგურების გზა. მეორე, ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის შიგნით არანორმალური მიგრაცია, განადგურებული დემოგრაფიული მდგომარეობა, რომელიც დღითი დღე უარესდება, განათლების სისტემა, რომელიც ერთ-ერთი უკანასკნელია მსოფლიოში, ეს რომ პროტესტებოდეს, ჩვენი ვალდებულება იქნება ყველა ადამიანისა, რომელსაც ამ ქვეყანას ჩვენ უნდა ვიყოთ იქ და ახალგაზრდები კი არ უნდა იყოს წინა ხაზზე. უფროსი და საშუალო თაობა უნდა იყოს, იმიტომ რომ ახალგაზრდებისთვის შენ გინდა ეს ქვეყანა. ერთი ყველაზე მოარული და მოდით ასე ვთქვათ, შტერული განცხადება. რომ
სერელე განცხადება, რომელსაც არ აქვს კორექტული დასმა. თავარი გავჩენს ასე გაუჩენი ადამიანი, რომ ძველი თაობა მიდის, გვდება, გინდა არ გინდა მნიშვნელობა რა, ახალი თაობა მოდის. და ის თაობაც გვდება და შემდეგი ახალი მოდის. და ასე შემდეგ. მაგრამ ის რაცაც პროტესტანტებიდან მესმის ამ იდეოლოგიით განადგურებული ხალხიდან, რომ საქართველოში მომავალი ახალი თაობისაა. ხო, ეს სასწაული სულ ამბობ, მაშინ ამიტანეთ სასაფლაოზე და დამარხეთ ცოცხლად. თუ ასეა, როგორ შეიძლება, დიახ. არა. ახალი თაობის მომავალი საქართველოში მაშინ იქნება გარანტირებული, როცა მისი უფროსი და საშუალო თაობა არ იქნება ისეთი უვარგისი, არ იქნება ისეთი გამყიდველი, უუნარო, ბელადომანიაც გამოკიდებული, უფროსმა თაობამ უღალატა 90-იან წლებში თავის ქვეყანას, როცა გადგა გვერდზე და საქმის კეთების ნაცვლად შეცვლილ გარემოში დაუშვა ის, რაც დაუშვა. ეხლა უფროსი თაობის დრო არის, რომ არ დაუშვას კატასტროფა, როცა გამოირიცხება საქართველოში ახალი თაობის მომავალი. უფრო მეტად წლების წინ დავწერე ცინიკურად, რომ ქართველები მალე მიიღებენ, როდესაც ეს ევროატლანტიკური სისულელე მორჩება, ქართველებს დააფინანსებენ და დააწყებინებენ ამ გაფუჭებულ ხალხს თურქეთთან შეერთების პროპაგანდას. ეს დაწყებულია შენიღბულად. რატომ? ბრიტანული პროექტი დიდი თურანისა, რომლის თავარი მიზანი არის თურქეთის საზღვრის რუსეთის საზღვართან ამოწევა, ნახეთ ეს გეგმა, ნახეთ ეს ყველაფერი ღია, საქართველოს წითელ ზონაშია მოქცევა. ქართული სახელმწიფო არ არსებობს. ქართული სახელმწიფო არ იარსებებს ამ გეგმის რეალიზაციის შემთხვევაში. იმიტომ ის არავის არ ჭირდება. მაგრამ დღეს რა კი ის არსებობს, ის ჭირდებათ, იმიტომ რომ თუ ევროპა ემზადება ომისთვის, შენ ხო გინდა ევროპული ორიენტაცია. შენ ხო გინდა ასტანაში ჩვენმა ძალიან ჭკვიანი ბჭყალებში პრემიერი რო ყავს ჩვენ და კიდე ესე ის კატასტროფა, რომელიც იწოდება საგარეო საქმეთა მინისტრად. ხო სწორი? რაებს ლაპარაკობენ, სად ასტანაში ისიც კი ვერ მოზომა ამ ვითომ განათლებულმა პრემიერმა, რომ არ ესაუბრა სისულელეები, რომ საქართველოს მთავარი მიზანია ევროატლანტიკურ სივრცეში. რატომ? შენ ხარ შენი იმ ახლო თუ შორეული მეზობლების გარემოცვაში, სადაც უამრავი რამ შენი მომავლისა დამოკიდებულია იმაზე. მხოლოდ ალიევს ეყო საღი გონიერება, იმიტომ საქართველოს კი არ დაიცვა. თავის ინტერესს დაეცა უპირველეს მან ნახა, რომ ის სასაცილო პიროვნება, როგორცაც ფონ ლაიენი წარმოადგენს და კალაცები და ასე შემდეგ, სისულელეები ლაპარაკა და მან იცის ეს შემდგარი სახელმწიფოს პრეზიდენტია, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელი აზერბაიჯანისთვის, ფონ ლაიენის დონეზე და ჭკუაზე არ გადაწყდება. მას სტრატეგიულად ჭირდება კავკასიაში სერიოზული მოკავშირეები და ასეთი მოკავშირე ქართველებმა ვერ გაიგო ეს. საქართველოს მომავალი არის არა ევროპაში ინტეგრაციის, არამედ უზარმაზარი ფუნქციის აღებაში, რომელსაც თანამედროვე გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა სახავს სამხრეთ კავკასიის წინააღმდეგ. შენ უნდა გახდეს სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო აზერბაიჯანთან ერთად, იმიტომ აზერბაიჯანმა შეძლო შეექმნა სახელმწიფო, შენ ჯერჯერობით ვერ შექმენი სახელმწიფო. ამიტომ უნდა დავალაგოთ ეს ყველაფერი, ამას დისკუსიები ჭირდება, ამას არ შეიძლება ხა ჩემი ქვეყნის კონსტიტუციური პირველი პირი, რომელიც სინამდვილეში არანაირ პირველ პირს არ წარმოადგენს. არც წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას. ჩადის ასტანაში ლაპარაკობს სისულელეებს, საგარეო საქმეთა მინისტრი საერთოდ კატასტროფის დონეზეა და რაც ბოდავს საერთოდ შეუძლებელი. ამიტომ ჩვენ გვინდა
ამ უზარმაზარი გეოეკონომიკური, გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ასე გავიდეთ ფონს და მივაღწიოთ რაიმე წარმატებას, არ გამოვა ეს. თორე მე არცად არ გავბრივარ ღმერთის წყალობით წლები კიდევ იქნები, მე იმედი მაქვს რომ თქვენს და სხვაებიც კიდევ მომიწევთ. აუცილებლად. ამიტომ ეს საუბრები არცად არ მიდის. ეს საუბრები რჩება. მოვა დრო და ამ საუბრებს ყველას ანალიზ გაუკეთებენ ის ხალხი, ვისაც საკუთარი ქვეყანა უნდა. ჩვენ არა გვაქვს უფლება საქართველოს დავაყენოთ დარტყმის. ჩვენი დღევანდელი პოლიტიკა ქართული სახელმწიფოს მომავალს აყენებს დარტყმის ქმეში, იმიტომ რომ ეს არის მარიონეტული, იდეოლოგიით გაჟღენთილი ხალხი, რომლებსაც ვერ გაუგია რა ხდება და მეორე მთავარი, რაზეც მე დაუღალავად ვისაუბრებ. საქართველოს არაფერი არ უშველის თუ მისი დემოგრაფია ასე გაგრძელდება. ეს დამთავრებულია. მიგრაცია კი არა. დემოგრაფია მოკლავს მას. ეხლა თუ თქვენ ვინმე გიყვართ და აუ ჩვენ მე ეს მიყვარს, მე ის მიყვარს, ბიძინა გადაგვარჩენს, მიშა უნდა მოbrunდეს გადაგვარჩენს. მაშინ ამნაირ ხალხს დაღუპული თაობა შეიძლება უწოდოთ ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი პირველი ნაწილის დრო ამოიწურა გადაცემის. მე თქვენ გემშვიდობებით, იმედი აუცილებლად შევხვდებით კიდევ ერთმანეთს და ვისაუბრებთ. რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა. ჩვენ მალე დაგებრუნდებით მეორე სტუმართან ერთად, დაგველოდეთ.